ახლა კი უნდა გადავინაცვლოთ სად ჩემოზურა თუ არა ჰოლივუდში წავიდეთ. ბატონო და ნახოთ როგორ ხდებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ეკრანული სახეები და როგორია მათი საღდგომო ტრადიციები. საინტერესოა. სიკვდილზე გამარჯვების დღე. ასე უწოდებენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომლის მოახლოებასაც ყოველ წელს მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი მოუთმელად ელის. აღდგომის დღესასწაულს ყოველთვის ერთად ხვდებიან კარდაშიან ჯენერები. სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ყოველ წელს ტრადიციულად კრის ჯენერი ზრუნავს. სხვადასხვა სახის კერძებითა და ორცხობილებით სავსე მაგიდაზე. ის ოჯახის ყველა წევრს ინდივიდუალურ საჩუქრებს ახვედრებს. აღსანიშნავია, რომ სამზადისში ოჯახის პატარა წევრებიც აქტიურად არიან ჩართულები. ბექემების ოჯახი აღდგომას ყოველთვის სამოგზაუროდ მიდის. ტკბილეულისა და კერძების მომზადებაზე დევიდ ბექემი ზრუნავს. ისინი ხშირად აწყობენ ფოტოსესიებსაც და სახალისო სურათებს გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში უზიარებენ. აღდგომას ყოველ წელს განსხვავებულად ხვდება მერაია ქერი. მაგალითად, ერთხელ მომღერალთან კურდღლის ფორმაში გამოწყობილი სტუმარი მივიდა, რომელმაც ვარსკვლავს ოქროსფერი კვერცხი მიუტანა. გავრცელებულ კადრებში ჩანდა, თუ როგორ დადიოდნენ ის და მერაია სახლში და არც ცეკვას ერიდებოდნენ. ამ დღესასწაულისთვის ტრადიციულად ემზადებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახშიც. მეფე ჩარლზი და დედოფალი კონსორტი კამილა პარკერი დიდხუთშაბათს ეკლესიებს სტუმრობენ და გაწეული შრომისთვის ადამიანებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილ მონეტებს ურიგებენ. აღდგომის ღამეს სამეფო ოჯახის წევრები წირვას ერთად ესწრებიან, შემდეგ კი უინძორების სასახლეში მიემგზავრებიან. როგორც ქეითი და უილიამი ამბობენ, მათ შვილებს განსაკუთრებით უყვართ თამაში, რომელიც კვერცხებზე ნადირობის სახელითაა ცნობილი. ამ დროს ბავშვები მინდორში დამალული ფერადი კვერცხების ძიებით არიან დაკავებული. ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი აღდგომას სამოგზაუროდ ძირითადად იტალიაში მიდიან. როგორც წყვილი ამბობს, იქ თავს ყველაზე კარგად გრძნობენ. ისინი ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც ისინი აღდგომის კურდღელთან ერთად არიან. ტეიგენისა და ლეჯენდის თქმით, შოკოლადის კვერცხების მირთმევა განსაკუთრებულად უყვართ. იმედი მაქვს, აღდგომის მნიშვნელობა და ძალა დაგვეხმარება ვიყოთ უფრო თანამგრძნობები და ერთიანები. ტრადიციულად ამ სიტყვებით ულოცავს ჟიზელ ბუნთენი გამომწერებს დღესასწაულს და სოციალურ ქსელში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. შვილებთან ერთად ატარებს ამ დღეს დუეინ ჯონსონიც. მართალია აღდგომას მთელ მსოფლიოში სხვადასხვა დროს აღნიშნავენ, თუმცა დღესასწაულის დროს პლანეტის ყველა კონტინენტზე ადამიანებს ქრისტეს და აღდგომის საყოველთაო სიყვარული აერთიანებთ.